მთავრობამ რა გააკეთა? შეხედეს ამ რეექსპორტით. შემოდის ქვეყანაში უზარმაზარი თანხა. მილიარდებზე საუბარი. მარტო მანქანის შემოყვანდა გაყიდვა კი არ არის კაცო. იმ მანქანის ხელოსნები, შეღებვა, სისტემა, ინდუსტრია, ხალხი მუშაო, ამაშია დასაქმებული. ეხლა ამათმა უყურეს და ყველა დიდი შემოსავალი ქვეყანა მოდის ამით, ხო? ვიღაც ჩვეულებრივი ქართველი რატო უნდა შეულობდეს ამაზე ფულს? ასე შეხედეს რა. მოდი აი ვიღაცა მაგალითად ყაზახებს რო გაყვანა უწევდეთ, უნდა დავაგდეს შავრუბასთან. და მოდი ეს ქართველი ჩავხსნათ. და დავტოვოთ მარტო ისინი. მათ შორის 6 წელზე ძველი მანქანების ამბაჟების გაზდა რას ნიშნავს? შენ იმას რო უწესებ ლიმიტს, ხო, იმას უკვე აღარ აქვს იმ წლის მანქანებით ოპერირების საშუალება. სამაგიეროდ მან წლის მანქანებით ოპერირების საშუალება აქვს ყაზახებს, რუსებს, შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს მასიურად წაართვეს მასიურად ბაზრიდან ჩვეულებრივ ჩაანაცვლეს ქართველების ადგილზე ჩაჯდნენ. ქართველები ვეღარ მუშაობენ შუა აზიელები და რუსები. იმიტომ ჩაანაცვლებინა მთავრობამ რომ თვითონ იმათთან ერთად თვითონ აკეთებს ფულს. აქცია სოციალური მოთხოვნებით 10 მაისს 18 საათზე პარლამენტთან.